ჭიათურელი მსახიობები და მაყურებელი ახლა მშობლიურ თეატრში მსოფლიოში სახელგანთქმულ პოლონელ რეჟისორს ვლადიმერ სტანევსკის ელოდება. მან მაყურებელთან შეხვედრა თვითონ ისურვა. ეს უკვე მეორე პროექტია, რომელსაც ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპული თეატრალური გაერთიანების წევრის რანგში ახორციელებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან ჭიათურის სახელმწიფო თეატრი გახდა ევროპის საერთაშორისო თეატრალური ოჯახის წევრი და ამან ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა ჩვენ თეატრის ცხოვრებაში. დღევანდელი დღეც გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფება თანამედროვეობის მართლაც გამოჩენილი, მართლაც განსაკუთრებულად წარმატებული რეჟისორი ბატონი ვლადიმერ სტანევსკი, რომელიც გახლავთ პოლონეთში გარჯინიცას ცნობილი თეატრალური სტუდია სახელოსნოს ხელმძღვანელი და არის ავტორი თანამედროვე ევროპული თეატრის საუკეთესო ნიმუშებისა, შეიძლება თამამად ითქვას. ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს თავისი შემოქმედებით და ატარებს ეგრეთ წოდებულ მასტერ კლასებს. ჭიათურის სახელმწიფო თეატრში მსოფლიოს გამოჩენილი რეჟისორის სტუმრობას პროფესიონალები განსაკუთრებით აღნიშნავენ. როგორც რეჟისორი ანდრო ენუქიძე ამბობს, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მაყურებლისთვისაა. მე მგონი ეს მნიშვნელოვანია პირველ რიგში მაყურებლისთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ რაღაც გარკვეულ ტექნოლოგიებს, რომელიც საბოლოო ჯამში გადის მაყურებელზე. ამიტომ ეს აქცია გამოიყურება ერთი შეხებით გავს ჩვენ შიდა აქციას. მე ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი ახალგაზრდა, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ რეჟისორის დამსახურება იმაშია, რომ უამრავი რამ ანტიკური დრამატურგიიდან, რომელიც ერთი შეხებით არაა პოპულარული და აქტუალური მსოფლიოში, გადაიტანა ქორეოგრაფიაში. უამრავი რამე მისი რეჟისურიდან წააგავს ჩვენს არქაულ ცეკვებს. ეს ის კაცია, რომელმაც ჩამოაყალიბა არა მარტო ვთქვათ კარგი თეატრი და დადგა კარგი სპექტაკლები, ეს არის თეატრალური სკოლის შემქმნელი. ასეთი რეჟისორი სადღეისოდ მსოფლიოში არის რეალურად ღირებული 15 კაცი. აი მსოფლიოს ამ 15 კაცში შედის. მე ხა ვერ ვიტყოდი, რომ ამ ერთი შეხვედრით ჩვენ რაღაცა არიქა და სხვანაირად დავიწყოთ სპექტაკლების დადგმას, მაგრამ ერთი რამე მინდა იცოდეს რიგითმა, ჩემთვის ძალიან საყვარელმა და პატივსაცემად ჭიათურელმა, რომ დღეს ჭიათურის თეატრში მასტერ კლასს ატარებს მსოფლიოს აი 10-15 კაცში შესული ერთ-ერთი უნიკალური პიროვნება. გარჯენიცას თეატრალური პრაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში ახალი პროექტის განხორციელების მიზნით ჩამოვიდა. არ არის გამორიცხული ჭიათურა მის ახალ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. Pokażemy film, czy fragment filmu. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ფილმს, რომელიც ჩვენ გადავიღეთ. ფილმში დიდ როლს თამაშობს ბუნება, ისე როგორც ეს იყო ძველ საბერძნეთში. ბუნება მთელი მოქმედების მონაწილეა, რადგან ბუნება იმ დროს ღმერთი იყო. ჩვენ გვინდა რომ ბუნებას ვცეთ პატივი, ხოლო საქართველოში ჩვენი მიზანია იმ ადგილების მოძებნა, სადაც ჩვენი შემდეგი ფილმი შეიძლება გადავიღოთ. რა თქმა უნდა, იქ მედიას ისტორიაც იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროექტში ჭიათურის თეატრიც მოხვდეს. ყველაფერი, რაც გავიგე თეატრის და ქალაქის შესახებ, უკვე მოქმედებს ჩემზე და პირდაპირ გეტყვით დიახ. საინტერესო მიგნებებმა და გამორჩეულმა რეჟისორმა მაყურებლის მოხიბლა შეძლო. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად თეატრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის კულტურული განვითარებისთვის, მით უმეტეს ჭიათურა გვანებივრებს არაერთი ახალი და საინტერესო წარმოდგენით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. არ არის სახუმარო ამბავი, როცა 15 მსოფლიოს წამყვანი რეჟისორიდან ერთ-ერთი ჭიათურას ეწვია და ჭიათურის დრამატული თეატრი ამ ღირსშესანიშნავი საქმის მომწრე გახდა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი მსგავსი ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.